დროა გავიგოთ. დროა ვიმსჯელოთ. დროა დავსვათ მწვავე კითხვები. დროა მივიღოთ ამომწურავი პასუხები. Talk-show ქრონომეტრი. ეკავ ვებხვაძესთან ერთად. რადიო იმედზე. ლაფანყურის საქმეზე სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა. გაეცემა თუ არა პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და დააჩქარებს თუ არა მიმდინარე გამოძიებას საბჭოს მუშაობა. ასევე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ცოცხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი შესაძლოა ზურაბ ჟვანიას საქმე გახდეს. ამის შესახებ აცხადებს პრემიერ-მინისტრი. ამასთან განმარტავს, რომ მას არ სურს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტი ციხეში ნახოს. პოლიტიკური დევნა თუ სამართლიანობის აღდგენა ბიძინა ივანიშვილის განცხადებები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. პრემიერის პროგნოზი და შეფასებები დღეს გადაცემაში ქრონომეტრი ჩვენი გადაცემის სტუმარია არჩევნებისა და პოლიტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი იურისტი კახი კახიშვილი. Talk-show ქრონომეტრი. ეკავ ვებხვაძესთან ერთად. რადიო იმედზე. საღამოშვიდობის პირდაპირ ეთერშია გადაცემა ქრონომეტრის სტუდიაში ეკავ ვებხვაძე მუშაობს. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ იურისტი კახი კახიშვილი. მე მას მივესალმები საღამოშვიდობის. მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მსმენელებს შევახსენებ ტელეფონის ნომრებს 292 11 88 292 11 89. შეგიძლიათ დარეკოთ ამ ნომრებზე და დასვათ შეკითხვა, თუ კი ასეთი შეკითხვა გაგიჩნდებათ. ბატონო კახი, პირველ რიგში მინდა გკითხოთ ამ კომისიის შექმნის თაობაზე. ლაფანყურის საქმეზე შეიქმნა სახალხო დამცველთან საზოგადოებრივი საბჭო, თუმცა არიან მოწინააღმდეგეებიც გულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს. პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ ამ საბჭოზე, რას ვინაა მოწინააღმდეგე? მოწინააღმდეგეებს საიამ თქვა, რომ მას აქვს თავისი არგუმენტი. ინტერესთა კონფლიქტია, იმიტომ ვერ მიიღებს მონაწილეობას, ის იცავს. და საერთაშორისო გამჭვირვალობა ასევე. საერთაშორისო გამჭვირვალობა ალბათ უნდა დაასაბუთოს. კონკრეტულად განაცხადა უარი და უარი. არა, მან თქვა, რომ ეს საგამოძიებო ორგანოების საქმეა. მე მახსოვს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა ბევრ საქმეზე აწარმოებდა დაუშვათ ისეთი შესწავლას, რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება, ასე რომ აქ უცნაურია უბრალოდ ვერ მივხვდი. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პარალელურად გამოძიების მიმდინარეობისა არასამთავრობო სექტორი რაღაც სწავლობდა, რაღაც მასალას კონკრეტულად. საუბარია კომისიას არ ექნება სამართლებრივი ბერკეტები და არც უნდა კონდეს ვალდებულები თქვა გამოცხადდნენ დაკითხვაზეო. კომისიას არც უნდა კონდეს ბერკეტები, იმიტომ რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დადგენილია კონკრეტულად რომელი უწყება, რომელ დანაშაულს იძიებს. ბუნებრივია საზოგადოებრივი კომისიას არანაირი პროცესუალური უფლებამოსილება არ ექნება, მაგრამ საზოგადოებრივ კომისიას ექნება უფლება შეისწავლოს ის მასალები, რომელიც არის ამ საქმესთან დაკავშირებული კონკრეტულად და ეს იცით რომ მოგეხსენებათ რომ უჩანანაოშვილსაც აქვს რაღაც განცხადებები ოფისში შესული დაზარალებულების მხრიდან. ამიტომ ამ განცხადებების შესწავლის შედეგად თუ იქნება საჭირო კონკრეტულად თანამშრომლობა საგამოძიებო სტრუქტურასთან კონკრეტული ცნობების მოთხოვნის კუთხით ან საქმის მასალების შესწავლის კუთხით მე ვფიქრობ ამაში პრობლემა არ იქნება. მეტიც ახლა ეს კომისია საბჭო შეიქმნა მხოლოდ იმიტომ რომ ამ საქმის მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. არაერთხელ ყოფილა ჩამოთვლი კახი მოდი ვინ არიან ამ საბჭოს წევრები? ესენი არიან სოსო ცისკარიშვილი, ლია მუხაშავრია, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მორად ქავთარაშვილი, ვახტანგ მაისაია, თქვენ კახი კახიშვილი, მამუკა არეშიძე, თამარ გაბისონია და გელო ნიკოლაიშვილი. რამე საწინააღმდეგო გაქვს? არა, მე არ მაქვს საწინააღმდეგო, უბრალოდ მსმენელისთვის განმარტე, ვინ იქნებიან ამ საბჭოს წევრები და კიდევ ერთი, ეს გამოძიებას დაეხმარება რამენაირად? ეს დაეხმარება კიდევაც გამოძიებას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კითხვის ნიშნები აღარ იქნება იმდენი, როგორც დღეს არის საზოგადოებაში ამ საქმესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მაღალი ინტერესია საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ რომ დაზარალებულებს აქვს საკუთარი ვერსია, ისინი განცხადებით მიმართავენ სახალხო დამცველს. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ვინაიდან ინტერესი ამ საქმის მიმართ არის მაღალი, საჭიროა თუნდაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ იმ მასალების შესწავლა, რომელიც არის სახალხო დამცველის ოფისში, რომ შემდგომში ამ შესწავლილი მასალების საფუძველზე გქონდეს ანალიზის საშუალება სწორედ მიმდინარეობს თუ არა გამოძიება. ჯერჯერობით მე არც შემაქვს ეჭვი და არც გამოძიების მიმდინარეობაში, მაგრამ ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ხომ იძიებს ამ რა თქმა უნდა იძიებს, არაერთხელ ყოფილა რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გამოუძიებია, პროკურატურასაც გამოუძიებია, მაგრამ საზოგადოებას რომ ქონია კითხვის ნიშნები, ძალკე სწავლობდა საქმის მასალებს. ახლა ამაში ზოგჯერ თანხმედრა ხდებოდა
ვერსიებს შორის ზოგჯერ არ ხდებოდა. ახლა ამაში მე ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. ყოველ შემთხვევაში კომისია უარყოფს თუ დაადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ ესეც შედეგია. როგორც მინიმუმ უკვე შემდგომში არ იქნება სპეკულაციის საფუძველი კონკრეტულად იცით რომ ზოგი პოლიტიკოსიც იყენებს ამ თემას სპეკულაციისთვის, ხო? ყველაფერს რომ წერტილი დაესვას, ყოველ შემთხვევაში ამ კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში და ნდობის ხარისხში შესაძლებელია დაუშვათ ამ კუთხით ამ კომისიამ განიხილოს ეს მასალები. კომისიის გარეშე ნდობა ნაკლები იქნებოდა შინაგან იცით რა არის, ვინაიდან არსებობს განცხადებები პარალელურად შესული სახალხო დამცველის ოფისში, გამოდის რომ გარკვეული დაუშვათ გარკვეულ დახმარებას დაზარალებულები სახალხო დამცველს თხოვენ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ვინაიდან მე ჯერ არ ვიცი საქმის მასალები და არ შემისწავლია ის განცხადებები, რომელიც არის სახალხო დამცველის ოფისში, მე არ შემიძლია განვაცხადო კონკრეტულად რას ედავება დაზარალებული მხარე გამოძიებას და საფუძვლიანად ედავება თუ არა. საბჭოს წევრებსაც შეეხება, მეთქი მითხეთ, რომ თქვენ რა გაქვთ საწინააღმდეგო, მე არაფერი არ მაქვს. თქვენთვის ეს ადამიანები არის მისაღები, მე პირველ რიგში ხვალ არის სამუშაო შეხვედრა უჩენანოშულთან, სადაც იქნებიან წარმოდგენილი კომისიის წევრები. ამიტომ მაინტერესებს კომისიის უფლებამოსილების კომპეტენციის და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები. როგორ იქნება კომისიაში გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განსაზღვრული. ხელმძღვანელობს ამას საბოლოოდ საბოლოოდ როგორ იქნება დაუშვათ მაგალითად პირობითად ვიძახი რამდენიც არის კომისიის წევრი ხა ყველა ხო ერთ შესაძლებელია ერთ აზრზე არ დარჩეს. მასალების შესწავლის შედეგად, აი მაგალითად იგივე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომისია რო იყო შექმნილი, მაშინ მე ვიყავი წინააღმდეგი დანარჩენი კომისიის წევრები იყვნენ თანახმა იმ ნაწილის განადგურებას მასალების, რომელიც უკავშირდებოდა პიკანტური ცხოვრების ამსახველ მასალ დეტალებს და მაშინაც მე ჩემი აზრით დავაფიქსირე ახლა რომ ამაშიც მე ვხედავ საშიშროებას იმისა თუ მე მივიჩნიე რომ საბოლოო დასკვნა ამ კომისიის ეწინააღმდეგება ჩემს მიერ განხილვის შედეგად მიღებულ დასკვნასთან ბუნებრივია მე ამის შესახებ განვაცხადებ. ამიტომ მაინტერესებს მექანიზმები და თვითონ კომისიის უფლებამოსილების და კომპეტენციის ზღვარი. თქვენ მხოლოდ ფაქტებს მოიპოვებთ თუ ჯერ ეს არ იცით თუ აი დაკითხვებს რაც შეეხება. არა, რა დაკითხვას ახლა როგორ შეიძლება დაიკითხოს პირი, დაკითხვას სულ სხვა რაღაცა, დაკითხვა არის პროცესუალური მოქმედება. შესაძლებელი იყოს გამოკითხვის ნებაყოფლობითი გამოკითხით იყოს კომისია და თუ იქნება თანახმა, თუ იქნება ადამიანი თანახმა მოვა და დაუშვათ კონკრეტულად განმარტავს საქმის დეტალებს იმ მონაკვეთში, რომელიც მისთვის არის ცნობილი. თუ არ იქნება ბუნებრივია, ახლა ისიც იქნება დაფიქსირებული. თავი დროზე არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია ამ საქმეზე, მე როგორც მახსოვს. საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაც იყო პარლამენტში შექმნილი იყო საგამოძიებო კომისია, მაგრამ არ შეიქმნა. მაგრამ არ შეიქმნა, დიახ. ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი მაშინ რომ ეს კომისია შექმნილი. მე ვფიქრობ რომ ცუდი არ იქნებოდა თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეისწავლიდა ამ საქმეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვერსია ვრცელდება ამ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. იცით მოგიხსენებათ რომ იმ დროინდელ ხელისუფლებას საკუთარი ვერსია ჰქონდა, მაშინ მოგვაწე ოპოზიციურ პარტიის წარმომადგენლებს საკუთარი ვერსია ჰქონდათ, დაზარალებულები სულ სხვა გარემოებაზე საუბრობენ და ამიტომაც ამას რომ წერტილი დაესვას, რაღაც მასალა უნდა შეისწავლოს. მარტო უჩას ნანუაშვილს ალბათ შესწავლილიც აქვს, მაგრამ ვინაიდან მან ჩათვალა რომ მაღალი ხარისხია, ხო, ვინაიდან მან ჩათვალა რომ საზოგადოების ინტერესი მაღალი ხარისხია, ალბათ ჩათვალა, ამიტომაც საჭიროთ რომ შეთავაზოს საზოგადოებას ასეთი ჯგუფის ფორმირების საკითხი. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღეს გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელა ტერორისტული აქტი, ხურჩის ინციდენტს გულისხმობდა დაკავებულია ორი პირი და ნაციონალური მოძრაობა ამას უკვე გამოეხმაურა წინასაარჩევნო კომპრომატების. თქვენ გქონდათ ეჭვები ამ ფაქტთან დაკავშირებით? მე ყოველთვის მქონდა ეჭვები ნაცმოძრაობის გააქტიურებას ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე რაღაც სპეცსამსახურების გააქტიურების თემაზე. იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ რომ 2004 წლიდან ყველა არჩევნების დროს ნაცმოძრაობა აცხადებდა რომ აგერ რუსეთი რაღაცა კავკას დვეტიში ოსემს სწავლებას
იწყებს ჩვენ საზღვრებთან რაღაც დროს არჩევნებია, მოდით მოგვეცით ახლა ხმა, ჩვენ ვიცით ერთადერთი როგორ გადავწყვიტო და ესე მიდიოდა არჩევნებიდან არჩევნები გახსოვთ. კავკას 2012-იც იყო და იძახდნენ, აი ახლა კავკას 2012 რო იქნება, აი რუსების შემოვლენ და ასე წევდნენ ტემპერატურას საარჩევნოდ და ამიტომ მე ახლა არ შემიძლია განვაცხადო სასამართლოს განაჩენამდე კონკრეტულად ამ პირების ბრალეულობის თაობაზე, მაგრამ საფუძვლიანი ეჭვი რომ მიშა სააკაშვილმა საკუთარ გუნდთან ერთად კიდევ მორიგი მასკარადი გააკეთა, მე მქონდა. გარდა ამისა, მე მაქვს ასევე ასეთი საფუძვლიანი ეჭვი, თუ გახსოვთ, როდესაც მიშა სააკაშვილი გიგი უგულავასთან და კიდე რამოდენიმე პირთან ერთად საზღვარზე რომ მივიდა და რუს მესაზღვრეებს რომ ემუქრებოდა და ისინი რომ გაიქცნენ თითქოს და იმ ტერიტორიიდან სადაც მიშა მრისხველი მივიდა და მრისხანე მივიდა და შეაშინა მე უბრალოდ იცით რატო გამიჩნდა ეს საფუძვლიანი ეჭვი. მიშას უსხვანაირი იყო იმ საზღვარზე და უსხვანაირი იყო გორიდან რო გარბოდა და ამიტომ სხვადასხვა ადამიანი რომელიც თვითმფრინავის გაფრენაზე ამხელა კროს დაარტყავდა და საკუთარ დაცვას გაასწრებდა არ არის ის ადამიანი რომელიც მივიდოდა საზღვარზე კონფლიქტურ ვითარებაში და დაიწყებდა იქ საქმეების გარკვევას. ლომი ლომია კურდღელია და ხა ზოგჯერ კურდღელი რო ლომის ფორმაშია მაინც შიში. არგუმენტი ნაციონალური მოძრაობის ამ ხურჩის ინციდენტთან დაკავშირებით არ ვიცი თქვენთვის მისაღებია თუ არა რომ ეს წინასაარჩევნოდ ხდება და მარგველაშვილისთვის ხმების მოპოვება შესაძლებელია თუ აქაც საჭირო არის განხილვა იცით თუ შინაგან საქმეთა და ქონდა თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს გარკვეული მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით მოპოვებული მანამდე. თუ მანამდე ქონდა და ეხლა დღეს გამოამჟღავნა, ბუნებრივია შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ კონკრეტულად აი დღეს ამაზე საუბარი გარკვეულწილად უკავშირდება საარჩევნო კამპანიას, მაგრამ თუ მას არ ქონდა და დღეს გახდა დაუშვათ შესაძლებელი ამ პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემა და ამის შემდეგ უკვე ამის განმარტება და მაშინ დაუშვათ რატომ უნდა გავგა. ახლა ჩვენ წარმოიდგინეთ ერთ რაღაცას განვაცხადოთ. აი დავამთავრებ ამას და მე. ახლა მოდი წარმოვიდგინოთ ესეთ რაღაცა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს მოიპოვა უკვე საბოლოო მტკიცებულებები, რომ ეს პირები მიეცა პასუხისმგებაში და არ გაახმოვანა და გაახმოვანებდა არჩევნების მერე. მერე იტყოდნენ თუ მაშინ მოიპოვა ერთი კვირა რატო დუმდა გახსოვთ თქვენ იგივე იმ ალ-ქაიდასთან ვიდეოსთან დაკავშირებით ერთი თვე რატო იყო ჩუმად თუ გახსნაო. მერე ამას იტყოდნენ რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ ყველა შემთხვევაში უნდა დაველოდოთ. ნუ ახლა ბუნებრივია დაემთხვა, მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლო განხილვას. თუ სასამართლო განხილვის შედეგად ნახავთ რომ პირების ბრალდებულების ბრალი დადასტურდა და მათ მიმართ გამოვიდა გამომწყნებელი განაჩენი, ну მაშინ ახლა თუმცა მაინც მინდა რომ წავიკითხო ეს რასაც ხატებს შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ ამ ტერორისტული აქტის განხორციელების შემდეგ ორგანიზატორებმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს და დაჭრილ მოქალაქეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარული ასიგნებებიდან აუნაზღაურეს მიყენებული თანხა. ანუ ფაქტობრივად მათ აქვთ ეს მტკიცებულება რომ თანხა გადაირიცხა. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არა, ახლა ჩვენ ვიცით მაგალითად მე ვინც მუშაობდა საერთოდ სისხლის სამართლის სფეროში იცის რა არის ოპერატიული სამსახური, რა არის გამოძიება, ახლა ყველა იურისტმა იცის რომ ოპერატიულ სამსახურს გარკვეული ფარული ხარჯები აგენტურისთვის აქვს. და ძირითადად ამ აგენტურის ფულს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყენებდნენ პრემიის სახით, ანუ წერდნენ ვიღაცა არარსებულ აგენტზე, ვითომ ღირებული ინფორმაციის სანაცვლოდ ამ აგენტს გადაურიცხეს ფული, გადაუხადეს ფული და მე ამ ფულს თვითონ იდებდნენ ჯიბეში და სხვადასხვა ხარჯებსაც ამითი რომ ანაზღაურებდნენ, ეს ვიცი, იმიტომ რომ ამ ხარჯით ნაწილს ყოველთვის საიდუმლო გრიფიადებს და ეს ხელს უწყობდა ახლა. ანუ მე ხომ შეიძლება რომ რამდენიმე ხნის ადრეც ენახათ თუ ეს ახალი ამბავია. არა, მე ვფიქრობ რომ ერთია რომ ნახეს, მეორეა რომ უნდა გამოიკვეთათ ის პირები კონკრეტულად ვის მიმართაც შესაძლებელია დაუშვათ გამოძიებას კონკრეტული კითხვები ქონოდა და საფუძვლები იმისთვის რომ ეს პირები ბრალდებული სახით პასუხისმგებაში ყოფილიყო მიცემული. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ რომ ძალიან ცუდი ტენდენციაა, როდესაც ძირითადად ასეთი კატეგორიის საქმეებზე და არაერთი ჩამონათვალი შეგვიძლია დღეს განვიხილოთ, საბოლოო სურათის მთავრდება მხოლოდ შემსრულებლებზე. იგივე მოხდა მაგალითად ციხის ამაზრზენ კადრებთან დაკავშირებით, როდესაც პასუხისმგებაში მიცემული იყვნენ მხოლოდ ის პირები რომლებიც უშუალოდ იმ ვიდეო ჩანაწერში იყვნენ ასახულები
და დანარჩენები არა და მთელი ჯაჭვი ამ დანაშაულებრივი სისტემის, რომელიც შექმნილი იყო საჯარო აღსრულების დაწესებულებაში, რატომღაც გაწყდა ჭაკუაზე, რომელიც ძებნაშია გამოცხადებული, ამაზე მეტი გამოძიება არ ასულა მაღლა, უფრო მაღალ თანამდებობის პირებზე, მიუხედავად იმისა, რომ იმ პირებს, რომელიც პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი და რომლის მიმართაც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, მე გულისხმობ უშუალო შემსრულებლებს, აი ამ ცემატყეპაში მონაწილე თანამშრომლებს, ნობიერი სასჯელები განისაზღვრათ. იმის საფუძვლად, რომ თითქოს და მათი თანამშრომლების გამოძიებასთან. გამოძიებისთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ მათ მაშინ უნდა მიეცათ ჩვენებები უმაღლეს თანამდებობის პირებს. თუ ითანამშრომლეს და ნობიერი სასჯელები შეეფარდათ, მაშინ სად არის მათი თანამშრომლობის შედეგი? რატომ არ იყო დაუშვათ გამოკვეთილი კონკრეტული უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ასეთ საზარელ დანაშაულებრივ ჯგუფს. შემდგომში გახსოვთ თქვენ იგივე სამეგრელოში აღმოჩენილ კადრებთან დაკავშირებით, ძალიან მძიმე კადრები იყო პირადად ჩემთვის. მანდაც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პასუხისგებაში მიცემულები არიან მხოლოდ უშუალო შემსრულებლები, ანუ კონკრეტული პოლიციელები, რომლებიც იღებდნენ ამას და ყავდათ ის დაკავებულები პოლიციის შენობაში და ის არ ვიცი მე ხარ მინდა ვიხმარო ძალიან ცუდი სიტყვა, ნუ ყოველ შემთხვევაში შემსრულებლები, რომლებმაც ამსეთი საზარელი დანაშაული ჩაიდინეს. სხვა ხელმძღვანელი პირის ბრალეულობა არავისი გამოკვეთილი არ ყოფილა. იგივე შესაძლებელი აქაც მოხდეს, რომ მხოლოდ ეს ორი ყოფილი პოლიციელი იყოს პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი ტენდენცია და სამწუხაროდ რატომღაც ვერაცნობიერებს ბენ გამოძიებაში, რომ ესე არ დასრულდება. ერთი რამე უნდა იცოდნენ, რომ როგორც დოკუმენტი არადროს არ იკარგება და არ ქრება. რომ ნაცმოძრაობას ეს არ ქონდა გათავისებული კარგად. მას ეგონა რომ მუდმივად იქნება ხელისუფლებაში და ამიტომაც თავისუფლად ხო ხედავთ მთელ ქვეყანას უღებდნენ. და რასაც უნდათ იმას აკეთებენ, მაგრამ მოვიდათ რომ მათ მოეკიდა. დღეს ვინც აფუჭებს გამოძიებას, მე მინდა განვაცხადო იმის, ვინც აფუჭებს კონკრეტულად გამოძიებას და ვინც შეგნებულად გამოძიებას ხურავს კონკრეტულ პირებზე და მეტი არ გახავს, ისიც იქნება პასუხისგებელი როდესღაც აი ამ შედეგზე, რომელსაც ვინც არის გამომძიებელი კონკრეტულად აუცილებლად აგებს პასუხს, ან ის ან მისი ხელმძღვანელი თუ ეს მისი მითითებით ხდება, რომ ფაქტობრივად მთელი მართსაჯულება ხორციელდება მხოლოდ უშუალო შემსრულებლებზე და არ ეხება უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, რომლებიც მართავდნენ სისტემას. რეკლამა გვაქვს ეთერში და შესაძლებელია თუ არა თქვათ იგივე პრეზიდენტი სააკაშვილი წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნილება და საუბარია ზურაბჟანიას საქმეზე. პრემიერმა განაცხადა ამის შესახებ, რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ ამ თემაზე. Talk-show ქრონომეტრი. ეკავე ფუძესთან ერთად. რადიო იმედზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში, იურისტი კახი კახიშვილი გახავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონო კახი, პრემიერი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი შესაძლოა გახდეს ზურაბჟანიას საქმე. მან თქვა, რომ პოლიტიკური დევნა რო განმეხორციელებინაო, სააკაშვილი აქამდე დაჭერილი იქნებოდაო და ეს არ იქნება პოლიტიკური დევნა, რა თქმა უნდა, კითხვები იმის მიმართ არსებობსო და რომ თქვა, რომ ეს ასე არ არის, იქნება სიცრუეო. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ეს საქმე იქცეს ამად? მოდით ესე გკითხავთ, თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა საფუძვლები საერთოდ სააკაშვილის საქმიანობის შესწავლის? მხოლოდ რა ზურაბჟანიას საქმეა, რომელიც მნიშვნელოვანია ძალიან, მაგრამ ამის მეტი კითხვა აღარ არის მიშა სააკაშვილთან? ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ ამავდროულად მე ვფიქრობ, რომ ის რაც ხდებოდა ქვეყანაში, როგორც კარგი, ისე ცუდი, ყველაფერზე პასუხისგებელი არის მიშა სააკაშვილი, ვინაიდან ის იყო უმაღლესი თანამდებობის პირი, ის იყო იმ პარტიის თავმჯდომარე და არის, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას და ადამიანი, რომელიც არჩევს ფასადის ფერებს საღებავების, მის გარეშე სისტემური დანაშაული ვერ მოხდებოდა. სამწუხაროდ სამართალდამცავმა სისტემამ, პროკურატურამ ჯერჯერობით ვერ გამოკვეთა სისტემური დანაშაულის ნიშნები ქვეყანაში. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სასჯელ აღსრულებაში არსებული სისტემა, დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც აწამებდა პატიმრებს, ფინანსური პოლიცია, რომელიც ანადგურებდა ბიზნესმენებს,
ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც იჩუქებდა საწყალი მოქალაქეებისგან დილის 4 საათზე ქონებას, ტელევიზიების პირდაპირი ხელში აღება, გახსოვთ თქვენ იბერია და ეს ყველაფერი უკავშირდება მიშა სააკაშვილს. დანგრეული ოჯახები, დაპატიმრებული ადამიანები, ტყუილ უბრალოდ პასუხისგებაში მიცემული ხალხის ბედი და სხვა ძალიან მოკლული ადამიანები და სხვა ძალიან მძიმე დანაშაულის გამოძიების პირობებში მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი კითხვა უნდა დაესვას მიშა სააკაშვილს. სხვა საკითხია რა დაუმტკიცდება, სხვა საკითხია რა დაუმტკიცდება, მაგრამ კითხვები ყველა მიმართულებით უნდა იყოს. პოლიტიკურ დევნას რაც შეეხება, არის ამის საშიშროება. ახლა თუ ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ ქათმის ქურდის დაჭერა არ ითვლება პოლიტიკურ დევნად, მაშინ ჩათვლიან რომ პოლიტიკური დევნაა, მაგრამ ახლა ბუნებრივია. ჩვენ ვიცით ბუნებრივია დაკავშირებით, ხო? იგივე დასავლეთის მხრიდან რა განცხადებები კეთდება, ამიტომ კი, ბუნებრივია. იცით რა არის დასავლეთის მხრიდან ვანო მერაბიშვილის მიმართ რო კეთდება ასეთი ტიპის განცხადებები, მოდით მეორე ვთქვათ. ახლა თუ ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ ის არის, რომ მან პრემიერ-მინისტრობის დროს გაფლანგა ფული და მეტი არაფერი აღარ გაუკეთებია ვანო მერაბიშვილს და ამიტომ ყავს ამ ხელისუფლებას ეს ვანო მერაბიშვილი დაჭერილი, მაშინ მე ვთვლი რომ უნდა გამოუშვან ვანო მერაბიშვილი. თუ ვანო მერაბიშვილის საქმიანობაში სხვა ვერაფერი ვერ აღმოაჩინა გამოძიებამ გარდა გაფლანგული ფულისა, ანუ აქ მაშინ გამოუშვან, რატომ არის პრობლემა და პროკურატურის პრობლემა. მე ვფიქრობ რომ იცით რა არის, საერთოდ მე ვფიქრობ რომ არასწორად წავიდა თავიდან გამოძიება, კონკრეტულად არასწორად იყო ასახული პოლიტიკური სტრატეგია ასეთი მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიების, იმიტომ რომ გამოძიება არის ხელოვნება. გამოძიებას აქვს სტრატეგია. როდესაც იძიებ სისტემურ დანაშაულს, ამას თავისი სტრატეგია აქვს და ამის თავისი სისტემა აქვს. როგორ უნდა გამოიძიო და როგორ უნდა შეკრა სხვადასხვა დროს მომხდარი დანაშაული. პრობლემა არის ალბათ ბევრ რამეში, არაპროფესიონალიზმშიც, იმაშიც რომ ძირითადად ის ადამიანები არიან დაკავებულები გამოძიების, რომლებიც თავის დროზე აყალბებდნენ საქმის მასალებს კონკრეტულად იმ ხელისუფლების დაკვეთით, დღეს ისინი არიან უშუალო გამომძიებლები, მაშინ როდესაც იმ დროს იყვნენ თანამონაწილეები. დღეს ისინი ფიქრობენ, რომ სრული სურათის გამოკვეთა ნიშნავს მათ პასუხისგებლობასაც. არაკომპეტენტურობა, ეს საკითხი, დაუშვათ იგივე ყოყმანი, იგივე დასავლეთის მიმართ შიში, იგივე ის რომ 40%-ით ნაცმოძრაობა ყავთ იქ პარლამენტში და ფაქტობრივად დღეს ორი სახელმწიფო პარტია პარლამენტში, რომელიც და პარლამენტი იქ გადაიქცა უკვე არენად, სადაც მიმდინარეობს რაღაც საკითხებზე მოლაპარაკება. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ბუნებრივია, ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ან ვერ გააკეთა, ან არ აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ არ არის, ხო? ეხლა თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ 9 წლის მმართველობის პერიოდში უამრავი ადამიანი იქნა მოკლული. უამრავმა ადამიანმა ტყუილ უბრალოდ მოიხადა სასჯელი. უამრავ ბიზნესმენებს წაართვეს ქონება, მიწები, სახკარი და ძალიან სხვა მძიმე დანაშაულია იყო ქვეყანაში. მაშინ დღეს ვხედავთ მხოლოდ ორი ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს მიცემულ პასუხისმგებლობაში და ორივეც რაღაც ძალიან უმნიშვნელო დანაშაულზე. ერთი იყო რაღაც გაფლანგვა და გაფლანგვით სამწუხაროდ მიშა სააკაშვილიდან დაწყებული ყველა ფლანგავდა და არ არის ეს ახალი ჩვენი საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის, რომ ჩინოვნიკები ამ ფლანგავენ ან მითვისებენ ყველა ხელისუფლებაში. და ხა თუ მხოლოდ ეს არის და არ არის კავშირი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან, კონკრეტულად უმაღლესი თანამდებობის პირების, რომლებიც აზანზარებდნენ ქვეყანას და რომელთა ნებართვის გარეშე ბუზი არ დაფრინავდა, მაშინ მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან სერიოზული კითხვებია გამოძიებასთან მათ შორის. და მათ შორის პროკურატურის ხელმძღვანელობასთანაც, იმიტომ რომ როდესაც დღეს მთავარი პროკურორი გამოდის და აცხადებს, რომ ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი, მეორე გამამართლებელი განაჩენიც მიღებული იქნება როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება და ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. ახლა მეორეა რომ იბადება კითხვა, თქვენ დალოცვილებო. ჯერ ხომ რაც პასუხისგებაში მიეცით, ცოტა ეჭვბადებს, იმიტომ რომ მანამდე ახლა იყო ასოცირებული კონკრეტულად მძიმე დანაშაულთან.
დაკავების შემდეგ ფაქტობრივად რაღაც სასაცილო დანაშაულზე იქნა პასუხისმგებელი. ეხლა ციხის ბუნძეც თუ გამოვიდა გამამართლებელი განაჩენი, აბა რას აკეთებს პროკურატურა? ერთია რომ სასამართლომ ბუნებრივია უნდა გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი თუ არ არსებობს მტკიცებულებები, მე ამ მხოლოდ ამის მომხრევარ, მაგრამ მეორეა უნდა დადგეს იმ პროკურორების პასუხისგებლობის საკითხი, რომელთა არაკვალიფიცირების გამო კონკრეტულად პირი იქნა მიცემული არასწორად პასუხისგებაში და გამოვიდა გამამართლებელი განაჩენი. გასაგებია რეკლამა გასვაც რომ საიმ გამოქვეყნა დღეს მონიტორინგის შედეგები მოსამართლეები არიან უფრო ობიექტურებიო, თუმცა საფრთხის შეთანხმებებს კვლავ ვიდრე იყვნენო, თითქმის ავტომატურ რეჟიმში მაინც ამტკიცებენ. მოსამართლეები არაობიექტურები კი არ იყვნენ, მოსამართლეები იყვნენ იმ დანაშაულებრივი ჯგუფის ნაწილი, რომელიც მართავდა ქვეყანას დანაშაულებრივ გზით. შემდეგ ამის შესახებ და წინა საარჩევნო პერიოდი უნდა შევაფასოთ ბოლო ნაწილი ჩვენი გადაცემის რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. Talk-show ქრონომეტრი. ეკავე ფოძესთან ერთად. რადიო იმედზე. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში გადაცემის ბოლო ნაწილია. კახი კახიშვილი გახალთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. კახი ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენიმე დღეში გვაქვს არჩევნები და ჩვენ პრემიერ-მინისტრს ვუსმენთ რამდენიმე დღეა ამ არჩევნებთან დაკავშირებით ის გარკვეულ განცხადებებს აკეთებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ვიცი ალბათ რაც საზოგადოებისთვის იყო მეორე ტურთან დაკავშირებით მისი გაკეთებული განცხადება და ის რომ აუცილებლად უნდა მივიდნენ ამორჩევლები არჩევნებში. რა შთაბეჭდილება გრჩებათ თქვენ, რატომ აკეთებს პრემიერი ამ განცხადებას? მას აქვს შიში რომ რაღაცნაირად აქტივობა იქნება ამორჩევლის ძალიან დაბალი გამოითქვა ასეთი მოსაზრებად. შესაძლებელია. და რატომ იყო მეორე ტურთან დაკავშირებით მის მხრიდან ასეთი განცხადება გაკეთებული გუშინ ტელეკომპანია იმედშიც გააკეთა ეს განცხადება. რეალურად ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. უბრალოდ ყველას მოუწოდებ რომ მივიდეს არჩევნებზე. იმიტომ რომ საქართველოში და საერთოდ არჩევნების შედეგები და მიღებული პროცენტები დგინდება არა რეგისტრირებული ამომრჩეველთა რაოდენობიდან, არამედ კეჭისხრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობიდან. დაახლოებით ეს იმას ნიშნავს, რომ აი დღეს როგორც CSCOM გამოაქვეყნა არის 3.500.000-ზე ცოტა მეტი ამომრჩეველი. მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი კონკრეტული სუბიექტების არ იქნება გაანგარიშებული 3.500.000-დან. აი 3.500.000-დან მივა 800.000 სულ ამომრჩეველი, აი ეს წარმოიდგინეთ, რომ ეს 800.000 იქნება 100% და იმ 800.000-დან მიღებული ხმათა რაოდენობა სუბიექტების მიმართ გადანაწილდება პროცენტული სახით კონკრეტულ სუბიექტებს. ახლა დღეს როდესაც საუბრობთ იმაზე, აი 800.000 შემთხვევაში რა სურათი დაიდება, ვის ყავს ყველაზე მოტივირებული ამომრჩეველი? ერთია ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც თოლში, ჭყაფში, ნებისმიერ ვითარებაში წავა და მოტივირებულად საკუთარ კანდიდატს დაუჭერს. ხომ არა, რამდენად ბევრია ეს ამომრჩეველი? რამდენიც გინდათ იყოს, აი მაგალითად პირობითად ვთქვათ, არ მინდა ციფრებზე საუბარო, უბრალოდ პირობითად ვიზახ. მაგალითად, ქვეყნის მასშტაბით ნაცმოძრაობას ყავს 200.000 ამომრჩეველი. 200.000 ამომრჩევლის ხმა რომ გამოანგარიშო 2 მილიონიდან სულ სხვა პროცენტს აძლევს ბაქრაძეს და 200.000 რომ გაანგარიშო 800.000-დან სულ სხვა პროცენტულ მაჩვენებელს იძლევა, ხო? აქედან გამომდინარე არჩევნებში მონაწილეობა არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი. რატომ აკეთებს პრემიერი ამ განცხადებას? როგორ გიქოთ მართველი გუნდი კარგავს რეიტინგს და ეს იმიტომ თუ უბრალოდ არჩევნების მიმართ აქვს საზოგადოებას ეს განწყობა? არჩევნების მიმართ აქვს ზოგადად ამ საზოგადოებას ეს განწყობა, იმიტომ რომ რეალურად მიმდინარეობდა 1 წლის განმავლობაში კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი, პრეზიდენტს არანაირი ბერკეტი არ ექნება და მე რა მოხდა ახლა უბერკეტო პრეზიდენტს ვირჩევთ და გარკვეულწილად ადამიანები ფიქრობენ ახლა რაზე მივიდე არჩევნებზე, თავარია უკვე რაღაცა პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და რა შეიცვლება ამ არჩევნით, მაინც პრეზიდენტს არანაირი კანდიდატების მიმართ მაგრამ ამ არჩევნებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა, ჩემი აზრით, გარდა იმ დატვირთვისა, რომ პირდაპირ წესით საქართველოს მოსახლეობა აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს 5 წლის ვადით, აქვს კიდე სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორი პოლიტიკური ამინდი გვექნება ქვეყანაში 5 წლის მანძილზე. ну როგორც მინიმუმ 4 წლის მანძილზე, სანამ ეს პარლამენტი არის, ხო? ახლა თუ ბაქრაძე გავიდა მეორე ადგილას და დააფიქსირა მეორე ადგილი, სულ სხვა პოლიტიკური ამინდი იქნება ქვეყანაში, თუ არა საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერი გავა მეორე ადგილზე,
უпростоრ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გავა მეორე ადგილზე, მაშინ სულ სხვა ვითარება იქნება პოლიტიკური და თვითონ სახელმწიფო პარტიაც ალბათ ისე განსაზღვროს საკუთარ მოქმედებებს და პოლიტიკურ ხედვას, როგორი შედეგებიც დადგება. ამგვარად სახელმწიფო გუნდი არასდროს არ ამბობს იმას, რომ მეორე ადგილზე არის ნინო ბურჯანაძე, თუმცა გარკვეულ გამოკითხვებში ეს ასე არის. იცით როგორაა, ახლა თვითონ ნაცმოძრაობა დღეს ხომ არ არის ოპოზიციური პარტია, დღეს. ნაცმოძრაობა არის მეორე სახელმწიფო პარტია, რომელსაც ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს ხელში. რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება ქართულ ოცნებას. მაგალითად, ნაცმოძრაობა ფლობს ყველა დონის კომისიაში წევრების ნახევარს. ნაცმოძრაობა ფლობს კონტროლს თვითმმართველობაზე, განსაკუთრებით რეგიონებში. ნაცმოძრაობას აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბერკეტები და ბიუჯეტი. ნაცმოძრაობას, რომელსაც იყენებს სხვათა შორის პოლიტიკური მიზნებისთვის. ნაცმოძრაობას აქვს ფული, როგორც თეთრი ისე შავი. და ნაცმოძრაობაში არიან საკმაოდ კარგი არჩევნების მცოდნეები. აქედან გამომდინარე, ამ ყველა ბერკეტის გამოყენებით შესაძლებელია მოხდეს განსაკუთრებით რეგიონებში манипулირება შედეგებით, სადაც არასამთავრობოებს და სუბიექტების წარმომადგენლობის ნაკლებობა იქნება. ანუ აქ საუბარი მეორე ადგილზე. მეორე ადგილზე ახლა ნაცმოძრაობა არც ოცნებობს პირველ ადგილს. რატო ესეთი მნიშვნელოვანი მეორე ადგილი და შესაძლოა მაგალითად გახდეს საჯილდაო თემა. კი, რა თქმა უნდა, საჯილდაო თემა მხოლოდ ეს არის ახლა მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ახლა მოწონს ეს თუ არ მოწონს ვინმეს, მარგველაშვილი რომ ყოველ შემთხვევაში გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ეს ფაქტია. მაგრამ მეორეა თუმცა აქ პრობლემა აქვს იგივე პრემიერ-მინისტრს, რამდენი პროცენტით შეიძლება ეს უბრალოდ იცით რა არის, მე ვფიქრობ რომ პრემიერი არის ძალიან გულწრფელი და ზოგს უბრალოდ ეს გულწრფელობა არ ესმის. ახლა პრემიერმა მე მოგახსენებთ, აი მაგალითად რომ ყოფილიყო მიშა სააკაშვილი, წამსვლელი პოლიტიკოსი. ის არაფრის დიდებით არ ითხოვდა რომ ის მიდის არჩევნებამდე. ის ჯერ გაიყვანდა საკუთარ კანდიდატს და მერე ითხოვდა ეხლა მე წავედია. მაგრამ ბიძინამ გარკვეული დროით ადრე, საინამ საერთოდ დაინიშნებოდა კონკრეტული თარიღი არჩევნების, განაცხადა რომ მე მივდივარ პოლიტიკიდან კი არ თანამდებობიდან და აგერ მერე რომ არ თქვათ რომ აგერ ჩვენ შენი გულისთვის მივეცით ხმა მარგველაშვილს და სად მიდიხარ ახლა მე წინასწარ გეუბნებით მივდივარ. ეხლა რაც გინდათ როგორც გინდათ ისე გადაწყვიტეთ. როგორც ჩანს თუმცა რამდენიმე დღეა ის უხსნის მოსახლეობას მარგველაშვილის უპირატესობას. როგორც ჩანს ამან გარკვეულწილად დააზარა ოცნების არჩევნო კამპანია ასეთმა განცხადებამ და დღეს მიდის დაბალანსების მცდელობა რომ გამყარდეს ოცნების არჩევნო კამპანია. შესაძლებელია თუ არა? რაც შეეხება მეორე ადგილს, ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ადგილი. თუ ბაქრაძემ მოიპოვა, ბაქრაძის სახით ნაციონალურ მოძრაობამ მოიპოვა მეორე ადგილი, მაშინ რეალურად დღევანდელი კოჰაბიტაციის მოთხოვნა და შესრულება გაათმაგდება ნაცმოძრაობის მიმართ კოჰაბიტაციის მოთხოვნა. და ათმაგად შეასრულებს დასავლეთის მხრიდან, იმიტომ რომ ნაცმოძრაობა შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებისთანავე, თუ მას დაუფიქსირდა მეორე ადგილი, ფეხით მოირბენს მთელ მსოფლიოს და იტყვის, რომ ჩვენ ერთადერთი მთავარი ოპონენტი პარტია ვართ ამ ხელისუფლების და ასეთ ვითარებაში დასრულდება ეს კოაბიტაცია. ან ვინ აიძულებდა თავიდან ამ კოაბიტაციას, ან როგორ უნდა დასრულდეს, თუ ბაქრაძე გავიდა მეორე ადგილზე, როგორ შეიძლება კოაბიტაცია უბრალოდ მითხარით დასრულდეს, მაშინ როდესაც 40%-იანი შემადგენლობა ყავს ნაცმოძრაობის პარლამენტში ამ ხელისუფლებას და რომელიც აცხადებს რომ რიგარიშეს საპარლამენტო არჩევნებს არ დაუშვებთ, იმიტომ რომ არ გვინდა. როგორ დასრულდება ახლა კოჰაბიტაცია მითხარით? ეს გამორიცხულია. აი კოჰაბიტაცია შეიძლება დასრულდეს იმ კუთხით, თუ დავუშვოთ არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი გავა მეორე ადგილას, ეს ოცნებისთვის იქნება სიგნალი, რომ ეს კოჰაბიტაცია მოსახლეობას არ მოეწონა. და ამიტომაც თვითონ რომ არ დაკარგონ სადავეები ხელისუფლების განსაკუთრებით ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ მოუწევთ გარკვეული ანგარიში გაუწიონ საზოგადოებას. ეს ამდენ აწყობს. ვის? ოცნებას? რა აწყობს? რომ მეორე ადგილზე გავიდეს ნინო ბურჯანაძე და დასრულდეს ეს რა თქმა უნდა, ახლა ნაწილ შეიძლება აწყობდეს, ნაწილ შეიძლება არ აწყობდეს. ოცნებაც იცით რომ ერთპეროვანი პარტია არ არის, ოცნებაშიც გაწევრიანებული არიან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება აქვს და ინტერესები
და ბუნებრივია ახლა ყოველთვის მუდმივად დისკრიტირებული ოპონენტის პირობებში, მთავარი ოპონენტის პირობებში, რომელიც ძალიან დისკრიტირებულია, მოგება ყოველთვის ადვილია. გაყალბების ალბათობა რამდენად როგორ ფიქრობთ? ანუ ნინო ბურჯანაძე საუბრობდა, რომ თუ არ გაყალბდა. არა, მე არ ვფიქრობ, რომ უბრალოდ ეს არჩევნები გაყალბდეს იმ დოზით, რა დოზითაც ახლა მე რატო საუბრობ დოზაზე. ახლა შეიძლება გარკვეული ვიღაცის მცდელობა სადღაც რეგიონში იყოს, მაგრამ რაც თავარია, მე ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ ხელისუფლებას სურს რაღაცის გაყალბება. ის რომ ქართულ ოცნებას ნამდვილად არ სურს რაღაცის გაყალბება, ეს ფაქტია. ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, ფინანსური პოლიცია არ ერევა არჩევნების მიმდინარე, ეს ფაქტია. მეორეა, რომ სამწუხაროდ ეს არჩევნები ტარდება ძველი საარჩევნო კოდექსის პირობებში, როდესაც თვითონ კოდექსია იმდენად პოლიტიზირებულად შედგენილი, რომ ყოველთვის გარკვეულ პოლიტიკური ჯგუფების ინტერესზე თამაშობს. თუმცა ის რომ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი არ შეიცვალა და ისე პოლიტიზირებულია საარჩევნო კომისიებში, საარჩევნო დავების არ შეცვლილა, რეგულაციები არ შეცვლილა საარჩევნო დავების და სხვადასხვა კიდე ბევრი დეტალი. ბუნებრივია ეს რა თქმა უნდა ცუდია, მაგრამ ახლა დღეს რომ ხელისუფლება არ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს და დღეს რომ ხელისუფლება რეალურად არ აძლევს მითითებას, რომ რამენაერად ახლა თქვენ იცით, როგორც იცით, გახსოვთ საარჩევნო წლის დადგომისთანავე რიგები იდგა ცალკე ფინანსურ პოლიციაში, ცალკე პროკურატურაში, ცალკე პოლიციაში. ახლა ეს არ არის. რა შეიძლება ვიხილოთ, თქვა თავისე ამ მოკლედ რომ მითხრათ, საუბარი იყო მაგალითად შესაძლო გამოსვლებიც ვიხილოთ, იგივე ნინო ბურჯანაძეს ეს აწყობდეს. არ არის გამორიცხული გამოსვლები, მაგრამ ის რომ ნინო ბურჯანაძე რაღაც დაძაბულობას შექმნის და შემდგომში რუსეთი შემოვა, ეს ისევ ის ძველი სცენარია ნაცმოძრაობის, როდესაც ამბობდა, რომ აი 26-ში მიტინგს თუ დავარბევთ, გერეუ შემოვა და 26-ში რომ დაარბიეს მიტინგი, ესე მე მგონი არადროს არ დაურბევიათ, თუ არ ჩავთვლით იმ ზვიად გამსახურდიას პერიოდში იმ მიტინგის ჩათხრილის ამბავს, ხო? შესაძლებელია. რა შემოვიდა ვინმე? ეს უბრალოდ ნაცმოძრაობა მითია, რა თქმა უნდა. პირველი დესტაბილიზატორები ამ ქვეყანაში არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც როგორც კი დაკარგეს ხელისუფლება, დაიწყეს საბოტაჟი ყველა მიმართულებით. გასაგებია და რამდენი მიწოთი რჩება სამწუხაროდ არიძიებს პროკურორს. პრემიერ-მინისტრის განცხადება თავის შემსვლელთან დაკავშირებით. ის არ ამბობს ჯერჯერობით, გუშინ ბელეთერში იყო მოლოდინი, რომ ის იტყოდა, მაგრამ არ თქვა, ვინ იქნება მის შემსვლელი. თუმცა შერჩეული ყავს და ასევე განაცხადა, რომ მან იცის უბრალოდ წარმოუდგენია, ვინ იქნება თბილისის მერი მაგალითად. რა არის ამაში ცუდი ხო ვერ მეტყვი? ცუდი არაფერი არ არის. ანუ საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს, თქვათ, ვინ იქნება შემცვლელი. თბილისის მერზე ვსაუბრობ ახლა რა, თუ ბიძინა ივანიშვილს კონკრეტულად ვიღაც ადამიანი მიაჩნია, რომ კარგი თბილისის მერი იქნებოდა რა, დაინიშნა ეს ადამიანი თბილისის მერად მოიგო არჩევნები. ჯერთი თვითმმართველობის არჩევნებამდე როგორ მივა კოალიცია, ჯერ კიდევ არავინ არ იცის. ნუ მან თქვა, რომ კოალიცია არ დაიშლებაო. არაერთხელ განუცხადებია თვითონ კოალიციასაც, რომ შესაძლებელია თვითმმართველობის არჩევნებზე ცალ-ცალკე მიიღონ მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, შეიძლება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს ვიღაცა მოწონს მას დაუჭიროს მხარი, მაგრამ ეს ადამიანი იქნება კოალიციიდან წარდგენი თუ კონკრეტული პარტიიდან თუ საინიციატივო ჯგუფი, ეს არავინ არ იცის. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მან ძალიან გარკვევით განმარტა, რომ რეალურად ყავს ერთი ადამიანი შერჩეული, რომელზეც უკვე ჩამოყალიბდა, მაგრამ ამავდროულად იმ ადამიანმაც არ იცის ამის შესახებ, მისი თანხმობა იქნება პირველ რიგში საჭირო, თანხმობის შემთხვევაში ეს კანდიდატურა იქნება განხილული პოლიტიკურ საბჭოზე და თუ პოლიტიკურ საბჭოზე იქნება დაუშვათ კონკრეტული სხვა ფიგურების შემოთავაზება, რომლებიც უკეთესები იქნებიან ვიდრე ბიძინა ივანიშვილის შერჩეული კანდიდატი და ეს იქნება დასაბუთებული, მან ისიც განაცხადა, რომ შეცვლის დაუშვათ საკუთარ გადაწყვეტილებას. როგორც შეცვალა, როგორც თვითონ განმარტა მაჟორიტარი კანდიდატებთან დაკავშირებით და თქვენ გახსოვთ, როდესაც ერთზე ფიქრობდა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ პოლიცსაბჭოს სხვას ურჩევდა და დათანხმებულა, ასე რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის, მე უბრალოდ მიკვირს ადამიანების, რომლებიც აცხადებენ, რატო უნდა კონდეს ბიძინა ივანიშვილის გავლენა. ახლა თუ ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს გარკვეულ წრეზე გავლენა ოჯახში, ახლობლებში, ახლა როგორ შეიძლება ბიძინა ივანიშვილს არ კონდეს გავლენა? აი უბრალოდ მითხრა, ბიძინა ივანიშვილს გავლენა ჰქონდა შევარნაძის მთავრობის პერიოდშიც, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავრობის პერიოდშიც, როდესაც პატივი იყო ზოგიერთი უმაღლესი თანამდებობის პირისთვის აუდიენცია ბიძინა ივანიშვილთან მის რეზიდენციაში და იქნება დღესაც, როდესაც პრემიერია და იქნება მერეც, როდესაც იქნება სამოქალაქო სექტორი. თქვენ გჯერავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ექნება საკუთარი გავლენა საკუთარი სიტყვით?
ხო, ნუ თუმცა ეხლა მე არ მართავო, უბრალოდ ვიქნები სამოქალაქო სექტორში. არა, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ის მისი სიტყვა იქნება. შიშები მისი მართვის შესახებ გარედან შეუძლებელია უბრალოდ. მაინც არსებობს. გარედან მართვა, ვინც იცის პოლიტიკა რა არის და ხელისუფლება რა არის და სახელმწიფო ინტრიგები რა არის. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ ინტრიგების პირობებში გარედან მართვა შეუძლებელია უბრალოდ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ჩვენ დრო უკვე ამოიწურა, მსვენელებს შევახსენებ, კახი კახიშვილი იურისტი, არჩევნებისა და პოლიტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა რომ გვისმენდით, ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ხვალ 6-ის ნახევარზე ნახვამდის. დროა გავიგოთ. დროა ვიმსჯელოთ. დროა დავსვათ მწვავე კითხვები. დროა მივიღოთ ამომწურავი პასუხები. Talk show ქრონომეტრი. ეკავ ვებხვაძესთან ერთად. რადიო იმედზე.